გარეშე თბილისში მგზავრობა ადმინისტრაციულ სასჯელს არ ითვალისწინებს, თუმცა თუ კი ტრასაზეც არ შეიკრავთ ღვედს, ჯარიმას დაიმსახურებთ, მაგრამ ჯარიმაზე მნიშვნელოვანი თქვენი სიცოცხლეა და კვლევა აჩვენებს, რომ შეკრული ღვედი ავარიაში სიკვდილის შანსს 50%-ით ამცირებს, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურ ეფექტზე, რაც შეკრულ ღვედს მოაქვს. კვლევის პრეზენტაცია პარლამენტში დღეს შედგა და ის პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა წარმოადგინა. რამდენს ხშირად გიწევთ საჭესთან ეხლა? სამწუხაროდ მარტო ჰოლანდიაში როცა შევულებაში ვარ, მაშინ მამაც ჩემს მაგანაზე ვარ, მაგრამ მაქვს დიდი გამოცდილება საქართველოშიც, მანამ სანამ გავხდე პირველი ლედი. და დავდიოდი ჩემი ნივით და ვიცი როგორი გმირობა არის საქართველოში ზღოლობა. მანქანა 40 კილომეტრი საათში იაროს, თუ დაეჯახება რომელიმე სხვა მანქანა, ადამიანი, კედელი ან რამე დიდ ზარალს მიიღებს. კვლევის სხვა დეტალებსა და ციფრებზე ახლა თამუნა დემეტრაშვილი ჩაგვერთება, რომელიც პრეზენტაციას ესწრება. თამუნა, კიდევ რა ციფრები გარდა იმისა, რაც მე დავასახელე, რაც განსაკუთრებით რაც ეკონომიკურ ეფექტს ეხება, აჩვენა კვლევამ, რომ ღვედის შეკრის დაკანონება შესაძლოა მოიტანოს. პირველ რიგში ალბათ ის უნდა ვთქვა, რომ ქართული მძღოლებისათვის ღვედების სავალდებულო ტარება შესაძლოა უკვე შემოდგომიდან იყოს სავალდებულო. ორ შემთხვევაში პარლამენტში ამის თაობაზე უკვე საუბრობენ. დღეს ამის მაგალითია სწორედ ეს პირველი შეხვედრა, რომელიც უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაციის მიზნით პარლამენტში გაიმართა. კვლევა წარმოადგენს დღეს როგორც ევროპული ქვეყნების მაგალითზე, ისე საქართველოში არსებული მდგომარეობის კუთხით. მსოფლიოში ავტოვარების შედეგად წელიწადში დაახლოებით 1,200,000 ადამიანი იღუპება. აქედან სიკვდილიანობა ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე. უნდა აღნიშნოს, რომ ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში ღვედების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი 70-დან 95%-მდეა. და კვლევის მიხედვით დადგენილია, თუ კი ეს მაჩვენებელი 99%-მდე აიწევს, მაშინ სიკვდილიანობის მაჩვენებელი უნდა განახევდეს. ზოგადად ის დადგენილია, რომ დაახლოებით 40-50% ამცირებს. საქართველოში ვთქვათ, რამდენად ციფრები რასაც აჩვენებს იგივე სიკვდილიანობა ავარიებთან მიმართებაში რამდენად მაღალია. მithmetes ვიცით, რომ აქ არ არის არც 90 და არც 70% ღვედების შეკრის მაჩვენებელი. დიახ, არსებული კანონმდებლობით მხოლოდ ავტომაგისტრალებზეა სავალდებულო ღვედის გამოყენება. სწორედ ამის გამოც არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვით ვთქვათ, ღვედებთან უშუალო კავშირში შეიძლება იყოს კონკრეტული შედეგი ავარიის ლეტალური თუ ნაკლებად. და აღინიშნოს, რომ კვლევის ინიციატორებმა შემოწმეს საქართველოს რამდენიმე საავადმყოფო და აღმოჩნდა, რომ იმ დაზიანების ხარისხების მიხედვით შედარებით უფრო ნაკლებად დაზიანდნენ ის ადამიანები ავარიებში, ვისაც სწორედ უსაფრთხოების ღვედი ეკეთა. გაჩნდა ეკონომიკურ ეფექტს, იმიტომ რომ ეს კვლევა იყო გათვლილი იმაზე, რომ ციფრობრივად დაეთვალა ეკონომიკა, რაც კარგავს ამის შედეგად. ერთი რა თქმა უნდა ადამიანური ტრაგედია და მეორეა ციფრები, ის ზარალი, რაც ეკონომიკას ადგება ავტოავარიების შედეგად. ამ კვლევის მიხედვით გამოსცა, რომ 2008 წელს საქართველოს ეკონომიკას 280 მილიონი ლარის ზარალი მიადგა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 1,9%-ია და ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. კეთილი, დიდი მადლობა თამუნა. მაშასე შემოდგომაზე ელოდეთ, რომ ღვედების შეკრა სავალდებულო გახდება. შეგიძლიათ ვარჯიში და პრაგში შეჩვევა უკვე დღეიდან დაიწყოთ. რეკლამის შემდეგ კი გადაჯექი ახალ ავტომობილში. ავტოდილერების სარეკლამო სლოგანი ახლა უფრო რეალურია, რადგან ბევრ ავტოცენტრში ძველ მანქანას უკვე ახალში გადაგიცვლა. შეიტყოთ დეტალებს, დაგველოდოთ.